საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მათ შორის იქნება რანინას გამარჯვებული ანიტა აბგარიანი. მასშტაბური შოუ კულტურის სამინისტროს Starring Georgias და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით ჩატარდება. 1 დეკემბერს უკვე 18 ქვეყნის წარმომადგენლები თბილისს ეწევიან და რეპეტიციები დაიწყება. საბავშვო ევროვიზია 2025 ოლიმპიური სოფელი უმასპინძლებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთები 1 დეკემბრიდან გაიყიდება. გრანდიოზულ შოუს ლიზა ციკლაური და დათუნა ალადაშვილი გაუძღვებიან. პროექტზე პირველი არხის გუნდთან ერთად ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტექნიკური ჯგუფი იმუშავებს. დღეს საქართველოს კულტურის მინისტრმა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ კონკურსზე ისაუბრეს. დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ევროვიზია 2025 წლის ფესტივალის გახსნას, რატომ დღეს, ვინაიდან 1 დეკემბრიდან უკვე ჩვენ ქვეყანას ეწვევა ყველა დელეგაცია 18-ვე ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს წელს საბავშვო ევროვიზიაზე, თუმცა ყველაფერი დაიწყო 16 ნოემბერს 2024 წლის, როდესაც აი ამ პატარა ბიჭმა გაიმარჯვა და ჩვენ გავცვალეთ ჩვენი სიხარული პირველივე დღეს და პირველივე დღიდან კულტურის სამინისტროსთან ერთად გადაწყდა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ დიახ, საქართველო მასპინძლობს ევროვიზიას და სწორედ იმ დღიდან დაიწყო უკვე მუშაობა ამ ფესტივალზე, იმიტომ რომ ეს არის გადაჭარბების გარეშე ევროპაში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, ეს არ არის მხოლოდ სიმღერის კონკურსი, ეს არის მთლიანად ქვეყნების მიერ მათი დროშების წარდგენა, საკუთარი ქვეყნის წარმოჩინება. უკვე მეორედ ევროვიზიის მასპინძლობა დიდი პატივია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ესეთი ახალგაზრდები ყავს და როგორი ანდრიამ გვასახელა და ეხლა ანიტას მოლოდინში ვართ. ბედნიერი ვარ იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ესე კარგად უძღვება ამ თემას, რასაც შინაარსობრივად ყველაფრის მომზადება ქვია. ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეთ ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის განკარგულებით დაგვევალა და კულტურის სამინისტრომ ბრძანება შეიმუშავა და შევქმნით საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი არიან ყველა უწყებების წარმომადგენლები, ყველა უწყება არის ჩართული. მინდა იცოდეთ, რომ კოორდინაციას ამისას ახდენს ზუსტადაც რომ კულტურის სამინისტრო. ძალიან მოხარული ვარ იმითი, რომ დაახლოებით მე თუ არ ვწდები 1500-დან 2000-მდე ადამიანია დასაქმებული უშუალოდ ამ პროექტზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე იყოს ყველაფერი ევროპული სტანდარტით ჩატარებული.